ფარმაცევტულთან ერთად ისევ პრობლემებია სავალუტო ბაზარზეც ლარი მყარდება, თუმცა ნელისვრით. 3 საათის წინ გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციით 1 დოლარი 1 ლარი და 94 თეთრი ღირს. თუ ეროვნული ბანკის მიერ პარასკევს დადგენილ რეკორდულ მაჩვენებელს შევადარებთ, მონაცემი ბოლო 3 დღეში დაახლოებით 1 მიასედითაა შემცირებული. რადიკალურად გასხვავებული სურათია ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში, სადაც ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 1,99 მიასედს შეადგენს. მთავრობის ეკონომიკური გუნდი ლარის გამყარებას უახლოეს დღეებში პროგნოზირებს, თუმცა ოპონენტებისა და სპეციალისტების გარდა უკვე სახელისუფლებო წრეებშიც ადასტურებენ, რომ ლარი ძველ ნიშნულს ვეღარ დაუბრუნდება. გიორგი ფუტკარაძე მუშაობდა დღეს თემაზე. გიორგი, რა ნიშნულზეა მოსალოდნელი ეროვნული ვალუტის გამყარება? როგორია პროგნოზი? Თამთა პროგნოზი, რომელსაც სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები აკეთებენ, ასეთია: ლარის ნიშნული იქნება 1,8 ან 1,95. ეს არის ყველაზე დამაიმედებელი პროგნოზი ბოლო პერიოდში სამკვირიანი კრიზისული სიტუაციის შემდეგ. ამჟამად ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში კლება განიცადა და შესაბამისად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დოლარის ფასიც დაიწევს. ლარის ვარდნა შეჩერებულია ეროვნულმა ბანკმა დოლართან მიმართებით 3 საათის წინ ახალი ოფიციალური კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც 1 დოლარის ყიდვა 1 ლარად და 94 თეთრად იქნება შესაძლებელი. ნაცვლად 1 ლარისა და 95 თეთრისა, რომელიც 6 დეკემბრის ოფიციალური კურსი იყო. ეროვნული ვალუტა გამყარებას იწყებს სამკვირიანი ვარდნის პირობებში ლარი დოლართან მიმართებაში 1,76 ნოემბრის ბოლოს 1,93 მიასედზე დაეცა, ხოლო შემდგომ დღეებში კი ოფიციალური კურსი უკვე 1,95 მიასედს შეადგენდა, რეკორდულ ნიშნულს ბოლო 10 წელში. მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები ბოლო 2 დღის ტენდენციების გათვალისწინებით ეროვნული ვალუტის გამყარებას პროგნოზირებენ. ტრენდი შაბათ-კვირას, როდესაც შემოტრიალდა, ეს ნიშნავს, რომ ამ კვირაში კურსი ქვევით წამოვა და სავარაუდოდ ჩვენ უნდა ველოდოთ, არ ვიცი მე, 1,85-თან 1,8-თან ალბათ დოლარის კურსი. პარასკევს დაწყებული საბაზრო პანიკის შემდეგ დოლარის ფასმა ბანკებსა და სავაჭრო ჯიხურებში უკვე 2 ლარსა და 5 თეთრს მიაღწია. კვირას და ორშაბათს დღის განმავლობაში კურსმა ბაზარზე დაიკლო და 1,9 ნიშნულს ჩამოწდა. ვალუტის მერყეობა მთავრობის ეკონომიკური გუნდის პროგნოზით ბიუჯეტის შესრულებას საფრთხეს არ უქმნის და ხარჯების მაჩვენებელი სტაბილურია, რასაც პარლამენტის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარეც ეთანხმება. ხარჯვით ნაწილში გაიხარჯება მარტო სავალდებულო ხარჯვითი ნაწილი, რაც ნამდვილად გარანტია შემიძლია გითხრათ, რომ გაცვლით კურსზე დამატებითი ზეწოლა ფისკალური მხრიდან არ იქნება. საპარლამენტო უმცირესობა ვალუტის ბოლოდროინდელ ვარდნასთან დაკავშირებით მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. შესაბამისი რეზოლუციის პროექტით ისინი საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს დღეებში მიმართავენ და გრძელვადიან და მოკლევადიან ხედვებს წარუდგენენ, რომელიც დღეს ეკონომიკის ექსპერტებთან ერთად განიხილეს. ეროვნული ბანკის ხელთარსებული რეზერვები თუ კი ვატყობთ, რომ ლარის დევალვაცია გრძელდება, ბუნებრივია, უნდა იქნას გამოყენებული იმისათვის, რომ მოსახლეობაში პანიკა არ ატყდეს. ნუნერვილობა მინდა უთხრა, რა ყველაფერი ზომები მიღებული იქნება კიდევაც და ყველაფერი იქნება წესრიგში. მოახდენს თუ არა გავლენას ვალუტის არასტაბილური კურსი, როგორც მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულებაზე, ასევე მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე. დღეს ეს კითხვა აქტუალური იყო საკანონმდებლო ორგანოში. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მთავარი საფინანსო დოკუმენტი იმ პარამეტრებში დარჩება, რაც დაგეგმილი იყო და ხელისუფლებას ტაქტიკა უკვე შემუშავებული აქვს. ბიუჯეტის გავლენა ახლა ამ მიმდინარე მომენტზე ლარის კურსთან დაკავშირებით იყო ძალიან უმნიშვნელო. რჩევას იქნება ეს, რაც რა ხარჯების თქვა გადადება შეიძლება, რა ხარჯების არ გაწევა შეიძლება, ამ კუთხით ალბათ ტაქტიკა შემუშავებული იქნება. სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ სიტუაციის დასტაბილურება ეროვნული ბანკის და ფინანსთა სამინისტროს შეთანხმებული მუშაობის შედეგად შესაძლებელია, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ისინი ფიქრობენ, რომ საინვესტიციო გარემო სერიოზულ გაუმჯობესებას საჭიროებს. რაც შეეხება ვალუტის კურსს, დღის ბოლოს 8 საათის მონაცემებით სავაჭრო ჯიხურებში ასეთი სურათი გვაქვს. ლარის კურსი კვლავ მერყეობს, თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ უნდა განისაზღვროს ლარის წონასწორობის ახალი კურსი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი 3 კვირის წინ და მთელი წლის განმავლობაში თქვენ შეგეძლოთ 1 დოლარის ყიდვა 1 ლარად და 76 თეთრად, ბოლო პროგნოზების მიხედვით თქვენ უკვე დოლარს უახლოეს პერიოდში იყიდით 1 ლარად და 80 თეთრად, ან 1 ლარად და 85 თეთრად, თუმცა რა თქმა უნდა ეს არ არის საბოლოო პროგნოზი. მადლობთ გიორგი, ეროვნული ვალუტის კურსზე გიორგი ფუტკარაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.